დამთავრდება ერთი განსასწრელი დაიწყება მეორე. დამთავრდება მეორე დაიწყება მესამე და ასე სულ ყოველთვის ასე იქნება. მაშ რას ნიშნავს დავძლიო? თუ ის იქნება, ესე იგი თუ არ დამთავრდება, თუ ბოლომდე იქნება, ბოლოს მოვა თავარი განსასწრელი, რომელსაც პავლე მოციქული ჩვენთვის ამბობს და დაწერილია მის ეპისტოლეში და აგერ 2000 წელზე მეტია გვესმის ეს უკანასკნელი მტერი თითოეული ადამიანის. ხო, სიკვდილი თითოეულ ჩვენთაგან მოვა. ანუ რას ნიშნავს დაძლევა თუ ის მაინც არსებობს. თან ერთი დამთავრდება, მეორე იწყება და ასე პერმანენტულად. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ როგორი მიდგომა გქონდეს განსასწრელთან. როგორი მიდგომა გქონდეს და დაძლევაში იგულისხმება არა გაქრობა განსასწრელების, არამედ მასთან ღირსეული შეხვედრა. ახ სიკვდილს როგორ გააქრობ? ვერანაირად ვერ გააქრობ სიკვდილს. მაგრამ სხვა საკითხია მას ღირსეულად შეხვდები თუ უღირსად შეხვდები და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანისათვის. იმიტომ რომ სიკვდილი როგორც განსასწრელი, ეს არის ამ ქვეყნიური ცხოვრების ფინალი. და საერთოდ ნებისმიერ საქმეში, სპორტი იქნება, მეცნიერება იქნება, კარიერა იქნება, რაღაცა, არა აქვს მნიშვნელობა, რასაც ადამიანი აკეთებს. იმ საქმეს აზრი ენიჭება ფინალი. თუ ფინალი არ ვარ ფილმს უყურებ, ფილმს. დრო გონია რომ კაი ფილმია და თუ სულელურად დამთავრდა, მე ნანობა ეს რა სისულელეში დავკარგეთ, რომ ანუ ფილმსაც კი, მხატვრულ ლიტერატურასაც კი, მხოლოდ მაშინ აქვს ასე თუ ფინალი ღირსეულია, გესმით და მით უმეტეს გარდაცვალება არის ადამიანის ცხოვრების ფინალი და თუ ფინალი უაზროა, უღირსია, ადამიანური ღირსების შესაბამისი არ არის. გამოდის რომ მთელი ცხოვრება რაც ვიცხოვრე, გამოდის რომ უაზრობა ყოფილა, გესმით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ მივიახლებით, რა ღირსებით მივიახლებით ჩვენ ნებისმიერ განსასწრებს.